მითები ჯანდაცვაზე ევროკავშირისა და საქართველოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი თანაბარია. სამწუხაროდ რეალურად ჩვენ ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ევროპული ჯანდაცვის სისტემისგან. ამას ადასტურებს არაერთი კრიტერიუმი, რომელიც სხვადასხვა კლების საფუძველზე გამოვლინდა. ევროკავშირში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15-20%-მდე ჯანდაცვის სისტემაზე მიემართება, როდესაც ეს ციფრი ჩვენ შემთხვევაში 3%-ის ფარგლებშია. რაც შესაბამისად განაპირობებს იმას, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნება ისეთი მაღალი სტანდარტის ხარისხი ჯანდაცვაში. სისტემა ვერ გავითარდება ევროპული სტანდარტებით და საყოველთაო პრინციპს, სოციალურ მიდგომას და შესაბამისად ადამიანებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვის მთელ რიგ სისტემებზე. მეორე და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპის ჯანდაცვა ორიენტირებული არის პირველ რიგში სისტემის გამჭვირვალობაზე, სადაც ჩვენ ვიცით კლინიკების აუდიტის შედეგები. მეორე არის სამედიცინო შეცდომების გაანალიზება და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული მედიცინა, რომელზეც დგას რეალურად ჯანდაცვის სისტემა, რაც ჩვენ შემთხვევაში ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს და მოშლილია. ამიტომ ჩვენ რეალურად ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს როგორც ხელმისაწვდომობის ნაწილში, ასევე საყოველთაობის და სოციალური თანასწორობის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა. ქართული სამედიცინო განათლება ევროკავშირის სტანდარტებით შედგენილი განათლების სისტემისგან არ განსხვავდება. ევროპული სტანდარტის სამედიცინო მომსახურებასთან ჩამორჩენაზე განსაკუთრებული გავლენა აქვს სამედიცინო განათლების დაბალ ხარისხს. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სხვადასხვა მონაცემებით საქართველოს ერთ-ერთი გამონაკლისია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანი რეზიდენტურაში ფულს იხდის, ყველგან კი პირიქით არის. რეზიდენტს უხდიან ხელფასს, შესაბამისად აქედანვე იწყება პრობლემა, რადგან ყველას არ შეუძლია ამ თანხის გადახდა. პრობლემაა რეზიდენტურის პროგრამის ხარისხი, ანუ რეზიდენტები ვერ სწავლობენ იმას, რაც უნდა ისწავლონ თანამედროვე სისტემის მიხედვით. ზოგი საერთოდ არ დადის რეზიდენტურის პროგრამაში, ამიტომ ექიმი და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები ვერ იღებენ სათანადო მომზადებას, რაც შემდეგ კურნალობის ხარისხზე აისახება. შესაბამისად, სამომავლოდ რეფორმირება საჭიროებს როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე ჯანდაცვის განათლების სისტემას, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პოსტდიპლომურ განათლების დონეზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ განათლების სისტემა თანხმდროში მოვიდეს ევროკავშირის საგანმანათლებლო სისტემასთან და ამავდროულად პოსტდიპლომური განათლება შეესაბამებოდეს უკვე იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. პროპაგანდის ერთ-ერთი საყვარელი ტყუილია მითი იმის შესახებ, რომ ევროკავშირს წვლილი არ მიუძღვის ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. რეალობა კი ის არის, რომ თუკი რაიმეა ახლოს არის თანამედროვე სტანდარტებთან, მას შორის პრაქტიკული თვალსაზრისით, სხვადასხვა პერსონალის, სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლების მხრიდან სწორედაც რომ დასავლეთის და მათ შორის ევროკავშირის დამსახურებაა. ეს არის როგორც პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე პირდაპირ სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება, მათ შორის პრევენციულ მედიცინაში. გლობალური ფონდი ეხმარება პრევენციულ მკურნალობას. აქ პირველ რიგში მოიაზრება შიდსის და ტუბერკულოზის მკურნალობა, დიაგნოსტიკა, პრევენცია. გლობალური ფონდი დიდი ხანია ფუნქციონირებს საქართველოში და უამრავი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნა გადარჩენილი ამ პროგრამის საშუალებით. ევროპული დახმარების ერთ-ერთი თვალსაჩინო და ხელშესახების სიკეთე სოფლის ამბულატორიების აღჭურვაა, რომ აღარაფერი ვთქვათ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განვითარებას შეტანენ წვლილზე და იმ პროექტებზე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განხორციელდა. ეს ყველაფერი კი COVID პანდემიის დროს ყველაზე მეტად გამოჩნდა. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მთელი რიგი რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში, სწორედაც რომ ევროკავშირის სტანდარტით ვითარდებოდა. დღევანდელი მოცემულობით კი ეს მიმართულება დაპაუზებულია. გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისთვის მაინც არ იქნება ხელმისაწვდომი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული უფასო კურნალობის პროგრამები. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მაგალითად ქვეყნისთვის გზა ხსნილი იქნება ევროკავშირში ძალიან დიდ საგრანტო სისტემებთან, რომელიც ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს აღჭურვაში და სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში და მთავარი საკითხი, რომელიც ყველა მოქალაქეს ოჯახს ეხება ან შეეხება, მძიმე პაციენტები, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ნახულობენ გადაუდებელ სწრაფ დახმარებას სწორედაც რომ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას ევროპული სტანდარტის კლინიკებში იღებენ. უვიზო მიმოსვლის შეჩერება საფრთხეს არ შეუქმნის ჯანდაცვის სფეროს.
ახლა წარმოიდგინეთ, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში რამდენი ადამიანი დაკარგავს გადარჩენის და მკურნალობის შანსს, განსაკუთრებით ეს ეხება ონკოლოგიას. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ეს გზა მათთვის ფაქტობრივად ჩაიკეტება. მეორე და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი ექიმი და ჯანდაცვის მუშაკი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი ხშირად ესწრება ევროპის ქვეყნებში სამედიცინო კონფერენციებს, ტრენინგებს და ასე შემდეგ. ვიზის პირობებში ამ ევროპული სიკეთის მიღება გართულებული იქნება და ეს მაშინ, როცა ტრენინგ კონფერენციებში დასწრების და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის საფუძველზე აშკარად გაზრდილია ზოგადად ქართული მედპერსონალის პროფესიული ხარისხი.